გამარჯობა. დღეს ერთად ჩავღრმავდებით IT ავტომატიზაციის სამყაროს. ვნახოთ როგორ იგება ეს სისტემა, დავიწყოთ სულ პატარა დეტალებით, ანუ სკრიპტებით და მივიდეთ ხელოვნურ ინტელექტამდე. აბა დაფიქრებულ ხართ როგორ ხდება ეს, როგორ შეუძლია ერთ ადამიანს თავისი მაგიდიდან გაუსვლელად მართოს ათასობით კომპიუტერი, პასუხი სამთავარ სამშენებლო ბლოკშია, რომლებსაც ახლა მოდით სათითაოდ მივყვეთ. ყველაფერი იწყება მიკროდონეზე. წარმოიდგინეთ ერთი კომპიუტერი და ერთი კონკრეტული ამოცანა. აი სწორედ აქ შემოდის თამაშის სკრიპტი. სკრიპტი, მარტივად რომ ვთქვათ, არის კომპიუტერისთვის დაწერილი რეცეპტი. აი მაგალითად, დაუშვათ გიწევთ ათასობით დოკუმენტზე ხელით ბეჭდის დასმა. სკრიპტს შეუძლია ეს პროცესი სრულად ავტომატური გახადოს. ეს მარტივი იდეაა, მაგრამ იცით, სწორედ ეს არის მთელი IT ავტომატიზაციის ქვაკუთხედი და უამრავ საათს გვიზოგავს. აქ მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ, რომ სკრიპტინგი და პროგრამირება ერთი და იგივე არ არის. სკრიპტინგი უფრო რეცეპტის მიყოლას გავს. კომპიუტერი კითხულობს თითოეულ ბრძანებას და ასრულებს მას ეტაპობრივად, ხას-ხას. პროგრამირება კი უფრო ნახაზის შექმნაა, როცა თქვენ ქმნით ერთიან სრულ გეგმას, რომელიც მერე მთლიანად ითარგმნება კომპიუტერის ენაზე და მხოლოდ ამის შემდეგ სრულდება. აქ კი ხედავთ სკრიპტების სხვადასხვა ენას, ასე ვთქვათ, ფაილის გაფართოების მიხედვით. მაგალითად, Windows-ში ხშირად ნახავთ BAT ან უფრო თანამედროვე PS ფაილებს. Linux-ზე და macOS-ზე კი ძირითადად SH ფაილებს იყენებენ. თითოეული მათგანი, ასე ვთქვათ, თავისი ოპერაციული სისტემის მშობლიურ ენაზე საუბრობს. და რაში ვიყენებთ ამ სკრიპტებს? პრაქტიკულად ყველაფერში, რაც მეორდება. სარეზერვო ასლების შექმნა, პროგრამების ჯუმად ფონურ რეჟიმში დაყენება, სისტემის განახლებების გაშვება, ნებისმიერი განმეორებადი ამოცანა, რისი წარმოდგენაც შეიძლება. კარგი, გადავიდეთ შემდეგ სამშენებლო ბლოკზე. რა ხდება მაშინ, თუ კომპიუტერი, რომლის მართვაც გვინდა, ჩვენგან კილომეტრებით შორს დგას? სწორედ აქ ერთვება საქმეში დისტანციური ცდომა. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ძალიან გრძელი კლავიატურისა და მაუსის კაბელი, რომელიც ქსელის საშუალებით სხვა კომპიუტერთან უსაფრთხოდ გაკავშირებთ. იცით, აქ დაკავშირების ორი ძირითადი გზა გვაქვს. პირველია RDP, რომლის დროსაც თქვენ პირდაპირ ხედავთ და მართავთ დაშორებული კომპიუტერის ეკრანს, თითქოს ფიზიკურად მის წინ იჯდეთ. მეორეა SSH, რომელიც ტექსტზეა დაფუძნებული. აქ ვიზუალი არ არის, მაგრამ ეს ძალიან მძლავრი და ეფექტური მეთოდია სკრიპტების გასაშვებად. ძალიან კარგი. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ამოცანის ავტომატიზაცია და მისი შორიდან შესრულებაც. მაგრამ როგორ მართოთ ათასობით ასეთი სისტემა ჭკვიანურად? პროგნოზირებად? პასუხი მარტივია. ვამატებთ ინტელექტს. ბევრს გონია, რომ ხელოვნური ინტელექტი რაღაც ახალია, მაგრამ ეს იდეა 60 წელზე მეტია, რაც ვითარდება. ყველაფერი 1950-იანებში დაიწყო, მოაზროვნე მანქანების კონცეფციით. გაგრძელდა 97-ში, როცა IBM-ის Deep Blue ჭადრაკის ჩემპიონი გარი კასპაროვი დაამარცხა და აი მოვედით დღემდე, გენერაციულ AI-მდე, რომელსაც უკვე ადამიანის მსგავსი ტექსტის შექმნაც კი შეუძლია. და როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? მის გულში დევს მანქანური სწავლება. ეს თუ დავშლით, მარტივი სამსაფეხურიანი პროცესია. პირველი, მოდელს ვაწვდით უზარმაზარ მონაცემებს. შემდეგ, ის ამ მონაცემებში თავად ეძებს და პოულობს კანონზომიერებებს. და ბოლოს, ამ ნასწავლი კანონზომიერებების საფუძველზე, მას უკვე შეუძლია პროგნოზის გაკეთება ან სულაც ახალი კონტენტის შექმნა. რა თქმა უნდა, ეს ინსტრუმენტები მართლაც წარმოუდგენელ ძალას გვაძლევს. მაგრამ როგორც იცით, ასეთ ძალას ყოველთვის თან ახლავს დიდი პასუხისგებლობაც და მნიშვნელოვანია, რომ რისკებიც კარგად გვესმოდეს. ერთი შეხედვით უწყინარმა სკრიპტმაც კი შეიძლება ნამდვილი დომინოს ეფექტი გამოიწვიოს. წარმოიდგინეთ, ერთი არასწორი ბრძანება, ერთი შეცდომა და შეიძლება კრიტიკული ფაილები წაიშალოს ან შეიქმნას უსაფრთხოების ხვრელი, რაც მთელ სისტემას დააყენებს საფრთხის ქვეშ. იგივე ითქმის ხელოვნურ ინტელექტზეც. ის იდეალური ნამდვილად არ არის. მას შეუძლია ისწავლოს და შემდეგ გააძლიეროს ის მიკერძოებები, რომლებიც თავდაპირველ მონაცემებში იყო. და კიდევ, AI-ს შეუძლია განიცადოს ეგრეთ წოდებული ჰალუცინაციები. ანუ, სრულიად თავდაჯერებულად მოგვაწოდოს არასწორი ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. მოკლედ, ჩვენ ნახეთ, როგორ განვითარდა IT ავტომატიზაცია. ერთი მარტივი ბრძანებიდან დავიწყეთ და ინტელექტუალურ გადაწყვეტილებებამდე მივედით. ეს საოცარი პროგრესი კი, რა თქმა უნდა, გვიტოვებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას. რა არის ჩვენი ადამიანების როლი ამ მუდმივად მზრდარდი ავტომატიზაციის ზედამხედველობაში? გმადლობთ, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით.